რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებები პრაქტიკულად შიხშია შესული. უკრაინაზე გააქტიურებული საავიაციო შეტევების ფონზე ამერიკის პრეზიდენტი მიდგომას სვლის და პუტინის მოქმედებებით უკმაყოფილებას საჯაროდ გამოხატავს. დონალდ ტრამპი ომში მყოფი ქვეყნისთვის პატრიოტების სისტემის შეარაღებას აგზავნის, თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობას კი ევროპას აკისრებს. მანამდე ვაშინგტონს კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება შეჩერებული ჰქონდა. სწორედ უკრაინის სამომავლო დახმარების გზები და თავდაცვის გაძლიერება ერთ-ერთი თემა, რომელსაც ტრამპის წარმომადგენელი კიტ კელოგი დღეს კიევში უკრაინის პირველ პირებთან განიხილავს. არ არის გამორიცხული, რომ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასაც დათანხმდეს, რაც რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ევროპელი ლიდერების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ვაშინგტონი მოსკოვს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევად 50 დღიან ვადას აძლევს. მოსკოვი კი ავიადარტყმებს არ წყვეტს. ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის კიდევ რამდენიმე ქალაქი ისევ დაბომბა. დონალდ ტრამპი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაცემასთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას მკვეთრად ცვლის. ამ საკითხზე ახლა ვოლდიმერ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის პოზიცია თანხვედრაშია. ორივე ლიდერი თანხმდება იმაზე, რომ უკრაინას თავდაცვითი სისტემები სასიცოცხლოდ სჭირდება. სწორედ ამიტომ ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კიევს პატრიოტის ტიპის სარაკეტო თავდაცვის სისტემებს გაუგზავნის, თუმცა ერთი პირობით. ამ დახმარების ხარჯები ევროპელებმა უნდა დაფარონ. ტრამპის გადაწყვეტილების ცვლილება სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინის მიმართ მის უკმაყოფილებას უკავშირდება. ჩვენ უკრაინას თანამედროვე იარაღს გავუგზავნით, მაგრამ ევროპელები ყველაფერს სრულად გადაიხდიან. ჩვენ 350 მილიარდი დოლარი დავხარჯეთ, ევროპამ 100 მილიარდი, ეს ბევრი ფულია. ევროპამ ჩვენზე მეტი უნდა დახარჯოს. ასე უნდა ყოფილიყო დიდი ხნის წინ. ჯერ ზუსტ რაოდენობაზე არ შევთანხმებულ ვართ, მაგრამ რამდენიმეს მივაწვდით, რადგან მათ დაცვა სჭირდებათ. ამას ევროკავშირი გადაიხდის, ჩვენ არა. ჩვენ მხოლოდ ვუგზავნით, ეს ბიზნესია ჩვენთვის. პუტინმა ყველა გააკვირვა. კარგად ლაპარაკობს, შემდეგ საღამოს ყველას ბომბავს. ეს არ მომწონს. პარალელურად დასავლური გამოცემები წერენ, რომ დონალდ ტრამპი ახლა მზად არის უკრაინას შეტევითი სახის იარაღიც მიაწოდოს. საუბარია ჯესმსის ტიპის ფრთოსან რაკეტებზე. მათი მოქმედების მანძილი 370 კილომეტრია, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს იმავე კლასის ბრიტანულ-ფრანგულ შტორმ შედოუსის მოქმედების რადიუსს, რაც 250 კილომეტრია. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპმა სისტემების გადაცემის გეგმაზე მუშაობა უკვე დაიწყო. რისი დასტურიც მისი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან. მხარეებმა მედიასთან განმარტეს, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი მოდელი შეიქმნა. თეთრი სახლიდან ტრამპმა რუსეთიც გააფრთხილა. თუ 50 დღეში სამშვიდობო შეთანხმება არ მიიღწევა, ამერიკა რუსეთს 100%-იან მეორად ტარიფებს დაუწესებს. ეს მართლაც დიდი მიღწევაა. უკრაინას მივცემთ იმას, რაც სჭირდება რუსეთისგან თავდაცვისთვის. ამისთვის ევროპელები გადაიხდიან, რაც სრულიად ლოგიკურია. ბევრ ქვეყანას დაუკავშირდი. შემიძლია გითხრათ, რომ ამ მომენტში გერმანია, ასევე ფინეთი, დანია, შვედეთი, ნორვეგია, გაერთიანებული სამეფო ყველას სურს მონაწილეობა ამ საქმეში. ეს მხოლოდ პირველი ტალღაა. იქნება მეტი. უკრაინას შესაძლებლობა ექნება იქონიოს უზარმაზარი რაოდენობის სამხედრო აღჭურვილობა, როგორც საჰაერო თავდაცვისათვის, ისე რაკეტები, საბრძოლო მასალები და ასე შემდეგ. მე რომ ვლადიმერ პუტინი ვიყო და მომესმინა თუ რას გეგმავს ამერიკის შეერთებული შტატები 50 დღეში, დავფიქრდებოდი, ხომ არ ღირს უკრაინის მოლაპარაკებებს უფრო სერიოზულად მივუდგე. ვიდრე ახლა, ხოლო უკრაინელი რომ ყოფილიყავი, ვიფიქრებდი, რომ ეს მართლაც კარგი ამბავია. პატრიოტის ტიპის სარაკეტო სისტემები ამერიკული წარმოების ყველაზე თანამედროვე თავდაცვით სისტემებს წარმოადგენს. ის საკმაოდ ძვირადღირებულად ითვლება. ერთი რაკეტის ფასი დაახლოებით 3 მილიონი დოლარია. მას წინასწარი საფრთხის აღმოჩენა და მისი განადგურება შეუძლია. პატრიოტის სისტემები განკუთვნილია კონკრეტული ობიექტების დაცვისთვის. ვოლდიმერ ზელენსკი ჯამში პატრიოტის ტიპის 10 სისტემას ითხოვს. სწორედ ეს საკითხი განიხილა დღეს დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელთან, რომელიც კიევშია ჩასული. მადლობელი ვართ პრეზიდენტ ტრამპის ყველა შეტყობინებისა და ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებებისათვის ჩვენთვის იარაღის მიწოდების განახლების შესახებ. მადლობელი ვართ ორპარტიული მხარდაჭერისთვისაც. ჩვენ ახლა გენერალ კელოგთან საჰაერო თავდაცვაზე ვისაუბრეთ. კრემლში კი ამბობენ, რომ რუსეთზე ზეწოლის მცდელობები წარუმატებლობისთვის არის განწირული. დიმიტრი პესკოვმა დღეს თავშეკავებულად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ტრამპის გადაწყვეტილების შესახებ. ბევრი სიტყვა ითქვა პეტრიოტის ტიპის სისტემების მაღალ ფასზე და ასე შემდეგ. ახლა ისე გამოდის, რომ მიწოდების ფასებს ევროპა გადაიხდის. რაღაცას გადაიხდის, რაღაცას არა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამერიკა იარაღს და სამხედრო ტექნიკას უკრაინას აწოდებდა და ახლაც აწვდის.
ომის დაწყების შემდეგ დასავლურმა ქვეყნებმა 250 მილიარდ დოლარზე მეტი სამხედრო, ჰუმანიტარული და სხვა ფინანსური დახმარება გამოუყვეს უკრაინას. ახლა სამხედრო დახმარების საკითხზე ევროპელ ლიდერებს განსხვავებული მიდგომები აქვთ. არსებობს ორი კატეგორია: ისინი, ვინც აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაცემას და ისინი, ვინც საკუთარი საჭიროებების გამო კიევს ვერ ეხმარებიან. ამ კონტექსტში საყურადღებოა გერმანიის პოზიცია. ქვეყნის თავდაცვის მინისტრის განმარტებით ბერლინი კიევს ვერც პატრიოტს გადასცემს და ვერც ტაურუსის ტიპის ფრთოსან რაკეტებს. პისტორიუსმა მიზეზად ამ აღჭურვილობის დეფიციტი დაასახელა. ახლა გერმანიას 12 სისტემიდან მხოლოდ 6 დარჩა. მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განმარტა, რომ საჭიროების შემთხვევაში გერმანია არსებული მარაგიდან სწრაფად გაუგზავნის რაკეტებს უკრაინას, ხოლო ამერიკა მოგვიანებით ახალი უკეთესი რაკეტებით ჩაანაცვლებს გერმანიის მარაგს. ბოლო დღეებში დადებითი სიგნალები მივიღეთ ჩვენი ამერიკელი პარტნიორებისგან საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და პატრიოტების თაობაზე. გერმანიის თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი ახლა ვაშინგტონში მიდის და განაგრძობს მოლაპარაკებებს. ვიდრე ევროპა და ამერიკა იმაზე მსჯელობენ, თუ რამდენი სისტემა სჭირდება უკრაინას თავდაცვისთვის, რუსეთი შეტევებს განაგრძობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში სულ მცირე 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. იერიშებს 4 ადამიანი ემცხროპლა სუმის ოლქში, დაღუპულები არიან დონეცკისა და ხერსონის ოლქებშიც.